ვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხზე ბრიუსელში ეს წუთია, სულ რამდენიმე წუთია, რაც დასრულდა ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, ამიტომ დავიწყოთ სწორედ ამით და პირველ რიგში გითხარით პირადად თქვენი დაკვირვებით, რამდენად მიუთითებს ყველაფერი და ყველა გარემოება იმაზე, რომ ვიზო მიმოსვლის შეჩერების თვალსაზრისით საქმე მართლაც სერიოზულადაა და თუ კი ეს ასეა, მაშინ აქვე უნდა გკითხოთ, რატომ მიდის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზო მიმოსვლის შეჩერების გზით და არა ვთქვათ ეგრეთ წოდებული პერსონალური სანქციების ამოქმედების გზით, იმიტომ რომ აქამდე ამის მიზეზად სანქციების გადაწყვეტილების სახელდებოდა ის, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სრული კონსენსუსი, რასაც ორბანის უნგრეთი ბლოკავდა, თუმცა ვიცით, რომ ახლა დღეს ორბანი ხელისუფლებაში აღარ არის, ხო? შესაბამისად, რატომ არ ირჩევს ევროკავშირი ამ და რატომ გვემუქრება, ასე ვთქვათ, საფრთხე სრულიად საქართველოს. ნელა, მადლობა კითხვისთვის. ნუ მოდი პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ პასუხისმგებლობა ვისი ამ ყველაფერზე ეს კიდევ ერთხელ კარგად განვმარტოთ, ხო? რა თქმა უნდა, ოცნების. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მიზანმიმართული ანტიევროპული, რომელსაც ასევე შეგვიძლია დავარქვათ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ხო? ადამიანებზე ძალადობის გამო, ადამიანის უფლებების შეზღუდვის გამო და რაც მთავარია ანტიდისკრიმინაციული და ანტიდემოკრატიული კანონების მიღების გამო. იმიტომ რომ აქ ერთი რამე ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ოცნება მივეჩვიეთ ჩვენ რომ მუდმივად манипуლირებს ინფორმაციით და ნახევრად სიმართლეს ამბობს და ასე შემდეგ და აი ძალიან მკაფიო და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ დოკუმენტების დონეზე გეუბნებით რომ აი ხა თავად გამოდიან და ამბობენ რომ თითქოს თავიდან ჯერ კიდევ 2013 წელს როდესაც ეს პირველი დოკუმენტი გამოვიდა მაშინვე იყო ამ დოკუმენტში ჩადებული ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების. არავინ არ თქვას და არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური, ასე ვთქვათ, პასპორტების დონეზე და მიგრაციის და მიმოსვლის დონეზე არსებული შეთანხმება. არა და არა. ჯერ კიდევ 2013 წლიდან საქართველოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, მათ უნდა საქართველოს უნდა მიეცა გარანტია ევროკავშირისთვის, რომ აქ იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებები. შემდეგ ვიცით კარგად, რომ 2017 წელს გაიხსნა ეს ვიზა ლიბერალიზაცია და მას შემდეგ ჩვენ სარგებლობთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, მაგრამ რა ხდება ბოლო წლებში, ხო? ანუ ბოლო წლებში სწორედაც რომ ოცნების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ რატომ მიდის ევროკავშირი აი ამ უკიდურეს ზომაზე, რომ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შეჩერდეს. მინდა გითხრათ, რომ აი კიდევ კარგად ითმენს ევროკავშირი. კიდევ კარგად ითმენს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამდენი ხნის განმავლობაში არაერთი გაფრთხილება და შანსი დაუტოვეს ოცნების რეჟიმს, რომ მათ რაღაცა ზომები მიეღოთ ამის გამოსასწორებლად და სულ ბოლო გაფრთხილება ასე ვთქვათ, იყო ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეზღუდვა, ხო? ახლა ეს ფაქტობრივად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ნაწილობრივ უკვე შეჩერებულია. უბრალოდ ეს არ ეხება ზოგადად ხალხს და საქართველოს ყველა მოქალაქეს და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე იმისა, რომ ეს არის ქართველი ხალხის მონოპოლარი და ახლა არ შეიძლება ოცნების რამდენიმე მაღალჩინოსნის ახირების გამო და მათი დანაშაულების გამო ეს მონოპოლარი ქართულ ხალხს შეუწყდეს და შეუჩერდეს, ხო? ახლა აქ ორი რამეა. ლელა პირველი ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა უკვე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების სტადიაზე უნდა იყოს გადასული და სულ რამდენიმე წელიწადში უკვე გაწევრიანების, ასე ვთქვათ, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის საკითხის მოლოდინი უნდა კონდეს, დღეს რაზე ვსაუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლას ემუქრება საფრთხე და ეს არ იქნება სერიოზული პოლიტიკური სიგნალი? რა თქმა უნდა იქნება. ეს იქნება პირდაპირ გითხრათ სირცხვილი. აი სირცხვილია თავის მოჭრავა რო არის ეს ტერმინი, აი ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გიორგი ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს ხელისუფლებაზე შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ბრიუსელის მხრიდან და აი მოკლე განცხადებები მინდა გავაცნო მაყურებლებს და თქვენც, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის და შალო პაპუაშვილის
მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებიდან 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა ამ შანტაჟსაც ვერავით არის შედეგი ვერ ექნებაო. ეს არის ირაკლი კობახიძე და აქვე შალვა პაპუაშვილიც. გვეუბნებიან თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო, თუ თავი დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდო. ეს არის კითხვა, რომელიც აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. რა შეფასებას მისცემთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირების პოზიციას, თუმცა მეორე მხრივ მაინც მინდა რომ ეს კითხვა დავსვა. რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმის სათქმელად, რომ აი ბრიუსელი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით დღეს ქართული ოცნების დაშანტაჟებას ცდილობს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოჭერით. მე მოდით ორი სიტყვით დავამთავრებ, რასაც ვამბობდი იმას, რომ რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, შეფერხება ეს არის პოლიტიკური სიგნალი და ნამდვილად დიდი დარტყმა საქართველოს მიმართ ზოგადად პოლიტიკურად. ელოდებით ასეთ ფინალს, ესეც ცალკე კითხვა. არ ველოდები, გააჩნია ხოლმე, რა თქმა უნდა, ოცნება თუ კიდევ გააგრძელებს ამ ქმედებებს და არ შეცვლის ამერიკელებმა შემოგვითვალეს, ხო, ტრაექტორია ქცევა და ასე შემდეგ და გააგრძელებს ისეთი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, როგორც ძლებულობს ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო აქამდეც მივასახთე. მაგრამ ჩვენ ქართულმა ხალხმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვათ ეს. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს, იმიტომ რომ მოლაპარაკებების სტადიაზე ვართ გადასასვლელი და გაწევრიანების პროცესში ვართ გასააქტიურებელი და რა დროს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეა საუბარი, ხო? ეს ხომ ევროკავშირთან პოლიტიკური αφილაციის, ანუ αφილაციას გულისხმობ ურთიერთ დაკავშირებადობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ამბავია და ეხლა ესეც თუ შეგვიწყდა, მაშინ რა ევროკავშირი, რა კანდიდატის სტატუსია საერთოდ საუბარი. აი სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანი ხომ მე ვთქვი კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არ უნდა დავიწყდეს ეს, ავიწყდება. დიდი ბოდიში კანდიდატი ვართ. საქართველოს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მის მიმართ მოთხოვნები, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ხა ნიკარაგუის მაგალითი რომ მოყავთ და კიდე სხვა ქვეყნების თითქოს გასაგებია, რომ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს აქვთ ევროკავშირთან მომისვენებელი, ხო როგორ შეიძლება ნიკარაგუა და კიდე სხვა ბევრი ქვეყანა შეადაროს საქართველოს. ქვეყანას, რომელიც კანდიდატის სტატუსია და აგერ დღე-დღეზე ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების სტადიას უნდა იწყებდეს. რა თქმა უნდა, მის მიმართ მოთხოვნები მაღალია, მაგრამ აი საკითხი რომ ამოვწუროთ, სრული ტყუილია, სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაცია ხარ გულისხმობ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ საყენებულ მოთხოვნებს და სტანდარტებს. კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციაც კი 2013 წლიდან შეიცავს პუნქტს, სადაც პირდაპირ მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მქონე ქვეყანა უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და იქ უნდა იყოს დაცული ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიც არის განსხვავებული ადამიანების, ასე ვთქვათ, უფლებების უზრუნველყოფა და ზოგადად კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეხლა დღევანდელ ვითარებაში სწორედ ამ ყველაფერზე უარის თქმამ გამოიწვია ევროკავშირის ის უკიდურესი ზომა, რომ პირველ ეტაპზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე თანამდებობის პირებს შეუზღუდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეხლა რაც შეეხება თქვენს მთავარ კითხვას, რომელიც გულისხმობდა შანტაჟს, ხომ? ახლა ეს არის თავიდან ბოლომდე, აი როგორ პირდაპირ გეტყვით რა, რელა სრულიად უპასუხისმგებლო, უპრინციპო, აი უთავმოყრაო, მატყუარა. აი ყველაფერი ერთად აღებული ხელისუფლების როგორ გითხრათ, უღირსი გზავნილები საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ტყუილის არ ვიცი ალბათ რაღაცა უკიდურესად ესეთი გამოხატულება, ასე ვთქვათ, უტიფარი გამოხატულება. რა შანტაჟზეა საუბარი? დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც ხარ კანდიდატი ქვეყანა და გააქვს შენი ვალდებულებები ცხადია იმ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, რომელიც რა თქმა უნდა აწესებს თავის სტანდარტებს, აბა ისთვის წევრიანდები მაშინ და ამას არათუ არასრულებ, არამედ რადიკალურად გადაუხვია ამ გზას და გადაუხვია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე რა შანტაჟზე საუბრობ? რისთვის სჭირდება ევროკავშირი საქართველოს შანტაჟი დიდი ბოდიში სვამამ კითხვას, ხო? მათ ერთადერთი რამ უნდათ საქართველოსგან, რომ ის იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. და კიდევ ერთი თემა აქ ძირითადად რითი მანიპულირებენ, ხო? ძირითადად ოჯახური ღირებულებების კანონით, რა თქმა უნდა, ეს არის სრული ტყუილი. სად და ევროპაში რომ არის დაცული ოჯახური ღირებულებები, მე მგონი ბევრ განსხვავებულ არ არის ისე დაცული და გამჭვირვალობის კანონი. არც გამჭვირვალობის საწინააღმდეგო გვაქვს ჩვენ კონკრეტულად არაფერი და მით უფრო ოჯახური ღირებულებების დაცვის. მით უფრო, რა თქმა უნდა, ეს საქართველოში ყველაზე მაღალი ღირებულებაა და დაცული უნდა იყოს, მაგრამ ისი თქმა მინდა ლევა, ნახეთ, რომ ამას არ ეხება საქმე. საქმე ეხება ერთადერთ რამეს. ანტიდისკრიმინაციას არის ადამიანი განსხვავებული მოსაზრების მქონე, მისი უფლება უნდა იყოს დაცული.
ეს არის და ეს მარტივად არის საქმე. და ამის გაკეთება არ უნდა უცნებდეს, იმიტომ რომ ყველაფერს კარგად ხედავთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ორგანიზაცია, გაერთიანება, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, არის მსხვერპლი ფაქტობრივად ოცნების ძალადობრივი რეჟიმის ხელში. შეცვლას არაპირებს და შესაბამისად ბრიუსელთან ქართული ოცნების ურთიერთობაც რჩება დაძაბული, თუმცა ჩინეთთან გადადის პარტნიორობა ახალ ნიშნულზე, იცით რომ სულ რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ გუშინ წინ გაფორმდა ორ ქვეყანას შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ახლა ამაზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, გითხარით ჩინეთთან კიდევ უფრო დაახლოებაზე რა გაგვცა თქვენი, სხვა შორის არ ვიცი ხა შემთხვევითია თუ მიზანმიმართული, მაგრამ პეკინთან ეს ურთიერთობების ახალ ნიშნულზე აყვანა ხდება და დროში ემთხვევა გარემოებას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობების გადახედვას ირანსა და ამავე დროს ჩინეთთან. მეტიც რიგი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის სწორედ ამერიკის მოწოდებაზე ქართული ოცნების პასუხი და პასუხი იმის შესახებ, რომ ესე ვთქვათ, ამერიკასთან ურთიერთობა კი არ უნდა, ამერიკასთან ურთიერთობას კი არ ირჩევს, არამედ ირჩევს ჩინეთს. აი თქვენი აზრით თუ უნდა დავინახოთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და პეკინისკენ დამატებითი ნაბიჯები, როგორც პასუხი ვაშინგტონისადმი. ნუ აი თქვენ ახსენეთ ყველა შემთხვევითი და მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს არის შემთხვევითი. იმიტომ რომ ეს რაც ხდება დღეს, პირდაპირ მეუთითებს იმაზე, რომ ოცნებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისადმი, რაც არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ხო? არანაირი სტრატეგიული, ასე ვთქვათ, მიდგომა არ აქვს. და მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება ესე ყოველ დღე შეიცვალოს. აი მაგალითად, ახლა დღეს მიაღწიეს რაღაც მიზანს და დაუშვათ გააგრძელებენ იმ კურსიცია, სხვა რამე დაჭერდა, სხვა რამეს გააკეთებენ. იგივე ხდება ამერიკასთან, ჯერ ეხოცებიან ამერიკას ურთიერთობების გადატვირთვას, რაღაცა პროგრესის მოლოდინს გააჩენენ საზოგადოებაში თავისი პროპაგანდით, მე ამერიკიდან მიიღებენ რაც ვნახეთ ჩვენ რუბიოს შემთხვევაში ძალიან ლოგიკურ, ბუნებრივ გზავნილებს უდიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ გაკვირდებით, თქვენ ველოდებით, კი ბატონო, გსურთ გადატვირთვა, მაშინ გვაჩვენეთ, რამდენად ხართ მზად, რომ შეცვალოთ ტრაექტორია და შეცვალოთ ქცევა. და ამის მერე რას აკეთებს კობახიძე, ნაცვლად იმისა, რომ ღირსეულად და სათანადოდ უპასუხოს, ფაქტობრივად ტყუილში ადანაშაულებს მარკო რუბიოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ხო? და მე ვნახეთ კონგრესში რა ინიციატივაც დადგა და ახლა ამის შემდეგ უცბად ეს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა არის სიგნალი იმისა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენ გვინდა. ასე ვთქვათ, რაღაც ურჩი ბავშვის როლში არის დღევანდელი ოცნება და ვისთან მიმართებაში, ხო? მაგრამ ჩვენ თავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში.